A very good prospect that they will. სავარაუდოდ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება. ჯერ ადგილი არ ვიცით, მაგრამ დღეს ძალიან კარგი საუბარი გქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდი შანსია, რომ ყველაფერი დავასრულოთ. ეს გზა გრძელი იყო და კვლავ გრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ძალიან მალე შედგება. Continues to be long, but there's a good chance that there will be a meeting very soon. I don't call it a breakthrough. I mean, we've been working on this. მომხდარს გარღვევას არ უწოდებ. გულისხმობ, რომ ამაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ათასობით ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. ძირითადად ჯარისკაცები. ასევე იცით, რომ კიევი და სხვა ქალაქები იერიშების სამიზნეა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთმა 20,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. 20,000. ვფიქრობ, უკრაინაში ეს რიცხვი დაახლოებით 9,000-ია. საშინელი მდგომარეობაა. გვინდა რომ ეს შეჩერდეს. იცით, ამ ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევაჩერო. ეს ჩემი ომი არ ყოფილა. არასდროს დაიწყებოდა და ის ჩემი პრეზიდენტობის დროს არც მომხდარა. ესაა ბაიდენის ომი, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო. And didn't start, but can't answer the ჯერ ვერ გეტყვით პუტინი მცდის თუ არა. ამის თქმას რამდენიმე კვირაში შევძლებ. შესაძლოა ნაკლებ დროშიც. თუმცა დიდი პროგრესი გვაქვს და როგორც იცით, ინდოეთს 50%-იანი ტარიფი დაუწესეთ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ინდოეთი მეორეა, ჩინეთთან ძალიან ახლოს. არ ვიცი ეს დაკავშირებულია თუ არა მომხდართან, მაგრამ დღეს ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები გქონდა.